მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღეს ბენისთან ერთად უნდა შევაფასოთ სხვადასხვა სუნამოები. რიგითობის მიხედვით ავირჩევთ უარესიდან საუკეთესომდე და ბენი მოგვითხრობს, რომელი სუნამო უფრო მოსწონს. რა სიტყვი? მე წაიან გითხარი, შენ ერთი თვეა ხალხო ამდის Old Spice-ის სუნი. სუდად აღარ შემიძლია. დეოდორანტის სუნი თუ გავა, უფრო კარგად ვიქნები. ხო, მაშინ მე გაგერთულებ საქმეს და შენ არ გეცოდინება პირველ ეგრეთ წოდებულ რაუნდში რა სუნამოს ტესტავ. და შემდეგ აღმოაჩენ რომ შეიძლება $30 ან სუნამომ უფრო მეტი შაბისლება მოახდინო შენზე ვიდრე 300-იანს და უფრო საინტერესო იქნება. აუ მაგის როგორ მეშინია. დავიწყეთ ყველა სუნამო შეძენა შეგიძლიათ საიტზე pshik.store. დღეს ჩვენ დავალაგებთ პოპულარულ სუნამოებს, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და დროა ბენი მთვალები დახუჭოს. 10 თვლის წერტილი იქნება ბრენდი, რომელმაც გამომიგზავნა ეს მშვენიერი სუნამო. და მეორე აი დარწმუნებული ვარ, ეს უფრო ძვირია, მაგრამ ეს მომწონს. ხო ეგრეა. აი რატომ მოგწონს? რა არის შენთვის ისეთი რამაც მოგხიბლა? აი ეს არის რაღაცა ძალიან ნიში არის ეს. აი ეს არის ძალიან ნიში, იმიტომ რომ რაღაცნაირი გემოა. ეს არის აი ზოგადი ადამიანის რომ აი ძალიან ცხვირში ხდება მარტივად რა, ის ცოტა რთული და სამუღამებელია. ხო, ანუ ეს არის უფრო ძვირიანი, მაგრამ ეს მოგწონს. მაგრამ ეს მომწონს. როგორ შეიძლება ასეთი მართალი და ასეთი მწვანე იყო ერთდროულად? ეს სუნამო, რომელიც შენ მოგწონს, უფრო ძვირია. და ეს სუნამო, რომელიც გამომიგზავნა სუპერს ბუდაპეშტმა, არის უფრო იაფი და უფრო ნიშური სურნელით. ნიშური ხო? ბევრად უფრო დახვეწილი სურნელი აქვს და საინტერესო ჩემთვის აქ არის ქოქოსი, ვანილი, რაღაც ისეთი საღამო საათების ვაიბი მოდის. მაგ კუთხით მართალი ვიყავი, ნახე, ეს არის ნიშური ძალიან, იმიტომ რომ უნდა დაუმუღამოს სუნი. ეს არის პარფიუმს de Marlis Altairi, იდეაში ნიშური ბრენდია და საკმაოდ ძვირად ღირებულიც, მაგრამ სწორხაზოვანია, ერთი სურნელი უჭერავს თავიდან ბოლომდე, მაგრამ ძალიან მოწონებადია რა. აქ ვამბობ მე რა მომწონს, თორე არ ვამბობ რომ ცუდი ეგ იმას ქენით. ანუ მე რაღაცას თუ ვიტყვი, ან ეს კაცი აგეგი თუ რამე სიტყვის რომ რაღაცა არ მომწონს, იმას არ ნიშნავს რომ თქვენ არ მოგეწონებათ. სამომავლო პერსპექტივაში, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას ახლა რომ აუ ეს როგორ არ დაგევასა და რაღაცა. ყველა ცხვირი სხვადასხვანაირია. შემდეგ სუნამოს, რომელსაც შევადარებთ, იქნება აი ეს ვაჟბატონი. გამომიგზავნა ერთ-ერთმა ბრენდმა. მოკლედ, სუნამოებს რაც უფრო ნაკლებად ვიყიდი, კარგია. მოკლედ, შენ ბრენდები გიგზავნი. კი, ერთი ქართული კომპანიები ვერ დავაინტერესდა თორემ. ფრანგული, ამერიკული, არაბული, ყველაფერი. მე ქართული fake store-ები fake-ებს ვიყიდიან, ეგენი დავაინტერესა. გამომიგზავნეს ყველაზე ძვირიან 5 სუნამოს რო გაუგზავნიან და მობრძანდით. ეს არის ძველი, იგივე, ეს არის. და შემდეგი. აი. მინიშნა რაღაც ნაცნობი ვაიბი ხო არ მოდის. ჟამპონი ხო არის? კი, Le Beau Parfums გავს, შენ ქონდა ეგ სუნამო. რომელი უფრო მოგწონს? ეს შენი Le Beau Parfum, რომელიც გონია რომ არის Le Beau Parfum თუ Parfums de Marlis Altair? აი, იცი რა ვიზა? ეს უფრო იცი რა მომწონს, ეს ამით დავიღალე. ან მოგვეზრდა. იმენა დავიღალე. კი. რომელი უფრო მომწონს? ეს მომწონს Altair. მეორე სუნამო არ იყო Le Beau Parfum-ი. ხო. იყო ხადლაჯის აილენდი, რომელიც იდეაში Le Beau Parfum-ის კლონია. და ღირს, რა ვიცი, თქვენი ბევრად იაფი. რა ვიცი, ხო, 3-4 ჯერ იაფია. $40 პარკლებშია ეს სუნამო და ჩათვალეთ გამოუცდელი და ოდნავ გამოუცდელი ცხვირი სხვაობას ვერ გწნობს. მეც მიჭერს ხოლმე რომ გამოსხავო. გეუბნე ძალიან გავს. კაი, მოდი ახლა ამის ეს დავუპირისპიროთ ჩვენს მას. ატომაიზერი. ძალიან კაი ხმა. ძალიან კაი. მოგზანდით. არა, ჩემი არა, ვაფშე არ მომწონა. ვაფშე არ დამამავს. რატო? აი რაღაცნაირი, აი არ ვიცი რატო, მაგრამ რაღაცა მომჟავოა რა, გეხვეწები. აი, ახლოს კარგი. სახლში აქ ის იმჟავე. ჰიბისკუს მაჰაჯადი, ჰიბისკუსის ჩაი, ვისაც ეს რა ხდება? საუდის არაბეთში ვარ თუ რა? არა, ეს არ არის არაბული ბრენდი. მაჰაჯადი, აბა სახელი შეიძლება, მაგრამ ძალიან ნიშური ბრენდია, ძალიან პოპულარული Maison Crigelis $400 ღირს.
რამდენი ღირს? Yes, $400 სადღაც. ნუ საქართველოში თუ გინდა ჩამოტანა, გამბეშები გადაიხდით და უფრო მეტი დაგიჯდება. ჰიბისკუს მახაჯად, არ მოგვეწონა, ესე იგი ეს უნდა. ყველაზე ბოლოს. ყველაზე ბოლოს გადავაგდეთ რატომ ჩემი არა. ნახე, ვიღაცას ცოტა მომჟავოს უმი. მოწონს ბაზარი არა. აი, ჩემი არა. ჩემში არ ჯდება. ეს ნახე რა, ჯერს კი. ეს იგებს თამაშს. ძალიან მაგარი ყოფილი. კაი. არტილერია შემოიყვანეთ. აი, არტილერიაში რაღაცა უკვე ჩემი ვარაუდები მაქვს. ნუ მოიგო ხო ამან ხმით? დაუბრუნდით. მარტო ხმის გამო შემოვიწევი. უკვე ვიცი რაც არის. აბა რა არის? აი, ამას ვიცი. ალტაირი წასულ შევართ. მაგრამ პირველია სიაში. პირველი დარჩები შენ გულში ყოველთვის. საკმაოდ საინტერესო ექსკლუზიური ნიშური ბრენდი Ex Nihilo Blue Talisman. აი, ოთახში ვამითიჯი და კაროჩ ყველა მიცის რომ შენ ზიხარ მან რა. ტოპია ეს მეგობრებო. პლუს 1000 აურა გექნება ეგრევე. ნამდვილად თან ისეთ მოვუტყვით რომ Ex Nihilo მასხიაო, ვერ გაიგებენ, მაგრამ ჩათვლიან რომ რაღაცა ძალიან პიზდეცი რაღაც გასხი. მე სადარბაზოში და მართლებიც სადარბაზოში იციან აკროვ. ხვდებიან აკროვზე. YouTube-ის არხი აღწერა შექმნება მითითებული, გამოიწერეთ ბენი, გამოიწერეთ მე და ასე შემდეგ. აი, ხო იცი რომ ახლა ამას არ ვიცი. ხო იცი რომ ვერ უღალატებ. რომელს? ამას რაც გიჭირავს? ვერ უღალატებ რა. ჩემში კუჩის ბიჭმა გაიგუძა რა. ეს არის ჩვენი $40 სუნამო, რომ მომაცაჯობა $300 სუნამოს. რას მელაპარაკები? ეს არის რაზასის ჰავას. რას მელაპარაკები? დიახ. რისი სუნია გეხვეწები? ეს არის პლამ კლიავი, საზღვაო აკვატიკური ნოტები, ხის ნოტები, რბილი ხეა, ციტრუსები. გული არ გაიტეხო, იმიტომ რომ ეს სუნამო ჰაიპშია ძალიან ბევრი წელი. ანუ ესე ზუსტად ისაა რა, რომ აი რო შემოდიხარ უეჭველი მაგრამ. ეს ძლიერი სუნამოა. იდეაში Invictus Aquas კლონია, მაგრამ ტიპებმა აიღეს Invictus-ი და ბევრად მაგარი სუნამო გააკეთეს. $40. $40. ბიუჯეტური ლომი. რასასის ჰავასი. რომელიც შეგიძლიათ შეიცნოთ ფშიგ წერტილის თორზე. პისტეცი. კონ მარტო ბენის კი არა, მეც წუთხედში ვიქნები. რაზე? აი ახლა. წარმატებებს კი სურვებ. მოვერიდები აქაურობას. ამის მერე როგორ უნდა დატესტო სხვა სუნამო? ისა ხო რეტობაკო არის, ხო უეჭველი. არა შანსია რა ჩემ. გადავაგდეთ. არა შანსია. ეს ალბათ ბოლო ადგილი თუ ბოლოსინა. მოდი მაგას მერე დავალაგებთ. კაი, მოდი რასასი ეცადოთ ჩამოვაგდოთ ტახტიდან. ჩავანაცვლეთ ამ ვაჟბატონით, მოგწანდეთ. მიჩემ. არ მიჩემ, მაინც ეს მიჩემ. ძმა შეურაც ყავი? ეს არის Parfums de Marlis Layton. ნუ 300 ლარამდე არის და მაპატიეთ რა ხალხ. დაგვიმშვიდობა და ეჭვი მაქვს ამ სუნამოებში რასასი იგებს ხალხო. აი, მაგას გულის ხო იდეაში მნიშვნელობა დიდი არ აქვს 1000 ლარიანი სუნამო გექნება თუ $30 თუ ელი ხალხის დადებით რეაქციებს. შენ შეიძლება რაღაც ენთუზიაზმი გქონდეს და მისწრაფებები და ინტერესი, გავიგეთ, გასაგებია, მისაღებია, მაგრამ თუ კომპლიმენტებზე მიდგა საქმე და ხალხის დადებით რეაქციებზე და პოზიტიური განწყობაზე ირგვლევ, ბიუჯეტურები არაფრით ჩამოუვარდება. არ მჯერა, აი, просто აი ეს მიდევს აქ და ეს აქ დგას. აი არ მჯერა, აი просто ვერ ვიჯერებ, ჩემი გამიქნა წვი. ვითომ შეძლებს? ვაგდებთ. თავისივე ეშელონის სუნამომაც ვერაფერი უყო. ჩამოვაგდოთ ტახტიდან? ვიცი, ერთი და იგივეა. მაგრამ ეს უფრო კაია.
რომელი? ძველი? ახალი, ხო? ანუ ერთი და იგივეა, მაგრამ ეს უკეთესია. რამე ახლოს ვარ აზრთან იდეასთან, არანაირად. პასუხს ველოდები რომ დააფიქსირო. აი ეს ახალი. და მეგობრებო, რასასი ჩამოვარდა ტახტიდან მეორეზე ეს. და დაიკავა ტახტი რასასი ჰავას აისმა. აი ხო თქვი, ერთი და იგივეა, მაგრამ ეს ჯობია მეთქი. აი ხო ვიყავი ახლოს. კი, აშკარად. ახლა რას მიკეთებს? აი ეს უკვე დაცილო არის, აღარა ისა. ჩემი აზრით ჩამოვარდება ახლა ეს ბაშბატონი. ხა მომიყვანეს. დამცინია რომ ამიგდეს. არა ისა. ახალი. როგორც ველოდი. ხო, ესე იგი, რასასი ჩამოდის ტახტიდან და აგდებს თქვენი საყვარელი ბრენდი ლაივში აღარ გავდივარ რა. ეს როგორია, ამაზე რა სიტყვი? ჩემია რა. ჟან-პოლ გოციე სკანდალ აბსოლუ. ეს არის ახალი 2025-ის. ხო, ვიცი, ნახე. სურნელით, რავი, კარგი დიზაინერული სუნამოა, რომლითაც თქვენ ზირублივ ყველას ასიამოვნებთ. მარტივი სურნელია, აქ არის კარამელი, სკანდალისთვის დამახასიათებელი ნიშა არის კარამელი და ტონკას მარცვლები. ეს ძალიან დამატებულია ქლიავები, რაღაც ქლიავები ტრენდშია 25-ში. მოკლედ ამდენი ნიშურს სუნამოში აჰა თქვენი ნარჩევი სუნამოები, იგიხართ $500, აგერ $100-იანმა აჯობას მაო გვირგვინის დაიდგა ამასობაში დაიდგა ბერიმ გვირგვინი. მოკლედ პირველზე არის ჟან-პოლ გოციეს სკანდალი. შემდეგი არის რაზასის ჰავას აის, მეორეზე რასასის ზამიკო უფროსი და რაც არ პარადოქსულად ჟღერდეს მეოთხე ადგილზე არის ექს-ნიილოს ბლუ ტალისმანი. მეხუთე პარფუმზე მარლის ალტაირი, მეექვსეზე ხადლაჯის აილენდი ლებოლი პარფუმის ძმაკაცი. შემდეგი რომელია? მეშვიდე სუპერს ბუდაპეშტ, სოხო. მერვე ლეიტონი, მეცხრე რედ ტობაკო, მეათე 9 PM Rebel. ბოლო ადგილას გავიდა. ყველაზე ძვირიანი. აი ლამაზად ვირადღირებული სუნამო აქ. გული ამერი. პროპორციულად რო შევხედოთ, იმიტომ რომ ეს 50-იანებია. ასე ჰიბისკუს მახაჯად, რომელიც ჩემთვის ღვთაებრივი სუნელია. ჩემთვის უცნაურია. არა და ერთ-ერთი ნახე მარტო ცხვირის იმაზე არა, ანუ აღქმებზე, ხო აღქმაზე, ანუ ტიპზეცა. აი წერა რო ვისაუბრეთ რა. შენ იმენა გეტყობოდა რომ ვისკი და მე ეგრევე გამოვიცანე და მე ვკითხე რომ ანუ ვისკი შემომთავაზა რა წერა და ისე მეთქი შენ გეტყობა რომ ვისკი სვავ და გიყვარს მეთქი და აი შენ მე ჩემზე რას ფიქრობ მეთქი არის რა მიყვარს მეთქი და ეგრევე იაგერიო აი არ ვიცი სადმე მაქვს ნათქვამი ან რა უნდა ჩამეძიოს ტიპი რა უნდა მოიძიოს ჩემზე რომ იაგერი თქვას მაგრამ ყველაზე მეტად და ყოველთვის გოუთი არის იაგერი და მაიკამეც ვარ ტეტრში იაგერი მეისტერს ტეტრი ბოდიში ტეტრისთან ტეტრის არ უყურებს ცალ-ცალკე გიყურებ ყველას გასაგები შეიძლება ცხვრის გაუსწორდეს მაგრამ მე როგორც ტიპს არ მომიხდეს რა აი ომბრელეზერი თუ ხო აი მე არასოდეს არ მომიხდება ეგ რა იმიტომ არ ვარ ეგ ტიპი შენ მოგიხდება აი შენ ეგ ძალიან მოგიხდება მე არ ვარ ეგ ტიპი მე არ ვარ აი სერიოზული და იმენო მამაკაცო მასკულინური და რაღაცა ტიპი არა ვარ რა ხო არა შენი სუნამო უნდა ემთხვეოდა შენ პერსონალიტეტს შენ ხასიათს ხო ეგ თემა რო რაღაც პარადოქსი და არაადეკვატური სუნელი არ ხდება როგორც მაგალითად რაღაც სოლიდური ტიპი რომელიც სპორტულებით მიდის ოპერაში რაღაც ეგეთი რო არ ჩანდი რა ხო აი ეგეთი ისა წვეჩ ანუ სუნს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა რა გასხი ახლა ნახე შენ თუ ძალიან კლასიკურად ხარ და ძალიან ისე ტიპი ხარ აი ეს არ უნდა დაისხა ახლა მაგალითად მადლობა ბენი საინტერესო შეფასებებისთვის ძალიან ვისიამოვნე თქვენ კი ამ სუნამოების შეძენა შეგეძლებათ ფშიკ წერტილის თორზე მიცდებული იქნება ლინკი აღწერაში ბენის არხი აუცილებლად გამოვიწერეთ როგორც YouTube-ი ასევე TikTok-ი ძალიან მაგარ კონტენტს აკეთებს და LinkedIn-ზე დამიქონექტდით ჩემი TikTok-ის გამოვიწერეთ და ჩემი არხის გამოვიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო მეტი მსგავსი კონტენტისთვის კარგად გრძნობთ კარგად